როდესაც ვიღებდით გრადუს ტესტებს ამ დაფის მეშვეობით ჩვენ, ამით ვარკვევდით ხოლმე რეალურად მანქანას რანაირი ბალანსი ქონდა და შემდეგ უკვე გამოწვევებს რომ მოუწყობდით, დაახლოებით უკვე წარმოდგენა გქონდა თუ რანაირად გაივლიდა, მაგრამ ერთი რაკურსით კი ამ დაფის მინუსი ის აღმოჩნდა, რომ მარტო გრადუს კი არა, საბურავის ხარისხსაც ვიგებდით ხოლმე და რეალურად ჩვენი მიზანი ეგ არ იყო. ახლა კი ჩვენ ვიწყებთ ზუმფარ ტესტებს. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ძალიან კარგად ეჭიდება მანქანა და რეალურად მანქანებს თუ რა შედეგებს დადება შეუძლიათ, უკვე ამის მეშვეობით ვნახავთ. ასე რომ გელით ყველას, ვისაც ყავთ კრაულერები, რეალურად გავტესტოთ თქვენი მანქანის ბალანსები. სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ. პირველი გაიტესტება ლევანის ჰონჩო, რომელიც იყიდება და ეს მანქანა ადიოდა 46 გრადუსზე, ახლა კი მე დავაყენე 57-ზე. და ვნახოთ 57-ზე რას იზამს. წავიდა. იმდენ თუ პრობლემად მიდი, შემიძლია გაზის მივცე. 58 გრადუსი, წავიდა. ნუ აზრი არ აქვს. ახლა 61-ზე ვცადოთ. საოცრება, მეგობრებო, 61 გრადუსი ადის მანქანა უპრობლემოდ. მოკლედ, 62 გრადუსი. ძალიან ბევრი მეჩვენება. არა, აქ უკვე ვეღარ. ერთი მცდელობაც. 61 გრადუსი და რა თქმა უნდა ჯერჯერობით პირველ ადგილს დაიკავებს ეს აქსიალი.